ოპოზიციური ალიანსის ქუთაისში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოხვა ერთ-ერთ მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. პარალელურად მედია საშუალებებს შეხვედრაზე დასწრების საშუალებაც არ მისცეს. ოპოზიციურ ალიანსში კი დაპირისპირება გრძელდება. პატიმარ სააკაშვილს ამჯერად პატიმარი მელია უპირისპირდება ნაციონალურ მოძრაობაში ალიანსში ყოფნა არ ყოფნის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მართლ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი მხარდაჭერას არა ქართულ საზოგადოებაში, არამედ ქვეყნის გარეთ ეძებს. დაპირისპირება ერთობის ნაცვლად. მეგინ არსავიძე ამბობთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა. შვილი შეკრება იყო. ხდომა ხო რა შეშეკოც. ლაივში არ არის. მოხედავთ არც. ქუთაისში ჩასული ოპოზიციის ალიანსის შეხვედრის დაწყებისთანავე დარბაზი ერთ-ერთ მოქალაქეს შერჩევითი მიდგომით დაატოვებინეს. ოპოზიციამ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრება მოახერხა, მანამდე კი მოქალაქეებს აპლიკაციის შევსება მოსთხოვა. თუმცა როგორც გაირკვა, ამ ფორმის შევსებაც არაზღვევდა იქ მისულ ადამიანებს იმისგან, რომ შეხვედრის ორგანიზატორებისთვის არასასურველი სტუმრები აღმოჩენილიყვნენ. რო გავიგე რომ იყო შეხვედრა, თან ღიაო, საჯაროო და გამომიშვეს გამომაგდეს. თუ კოცი ხარო შენო გავიარე რეგისტრაციაში არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა ლაივში ყოფნა, ხო? საჯარო არ არის, ბატონო. საჯარო იმ ადამიანების დარბაზში მიუღებელი სტუმრები იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც კადრების გადაღების საშუალებაც არ მიეცათ. ამ პროცესების პარალელურად გრძელდება ოპოზიციაში განხეთქილება. თუ ეს ცენზურა რასაც თვითონ შემოუერთდნენ, მაშინ თავად თიკა ბოკუჩავას, გია ბარამიძეს და ლევან ბეჟაშვილს დაუცენზურებია სააკაშვილი. მე სააკაშვილის პიროვნების გაორებას ვერ მოვაგვარებ. ცენზურის შეწყვეტას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ვიდრე პარტიის ერთი ნაწილი ალიანს მითითებებს აძლევს, არიან ისეთებიც, რომლებსაც ალიანსში ყოფნა საერთოდ არ სურთ. ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო, სანამ ნაციონალური მოძრაობა შევიდოდა ალიანსში, აი ეს რომ მე არ ვთვლიდი, რომ ნაციონალური მოძრაობის პრიორიტეტი ეს უნდა ყოფილიყო. მიხეილ სააკაშვილს ცენზურას ვერ დაუწესება, შეუძლია შეაფასოს წარსულიც, აწყოც, მოგვცეს რჩევებიც. პარალელურად სოციალურ ქსელში აქტიურობას განაგრძობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციონერებს აკრიტიკებს. კონკრეტული განცხადებებით გამოწვეულ უკმაყოფილებას ვერ მალავს ნიკა მელია. პატიმარი მწვავე პოსტების გამოქვეყნებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმები არ შეწყდება. მავანსა და მავანს ვეტყოდი თუ სიბინძური გაგრძელდება, ყოველცისმარე დღეს დავიწყებ Facebook პოსტების გამოქვეყნებას. ამ მიღწნილი კამპანიის წინააღმდეგ და ეს გაკეთდება ბულდოზერული სტილით. მავანის ციხეში ყოფნაც ვეღარ ჩაითვლება ინდულგენციად. ოპოზიციის ზოგიერთი წევრი თუ უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ. ძირითადად იმის გამო, რომ ისინი მოწყდნენ ხალხს და არეული აქვთ სამიზნე. მობედორება ხდება, სისუსტე, უნიათობა, ეს ხდება რეალურად განჩადრში. ოპოზიციაში არსებული ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესები ალიანსში მყოფ პარტიებს არჩევნებში მორიგ მარცხამდე მიიყვანს. ვიდრე შექმნეს 10 ეგრეთ წოდებული ფანჩადური, 10 არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მე-11 ფანჩადური და მე-11 არჩევნებსაც მოვიგებთ, ხო, მარტივად არის საქმე. 2 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჯარაში იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ჩვენ უკვე მივზადებით ამ ყველაფრისთვის 2 წელიწადში ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი. პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, რომ უცხოელი პატრონებიც ვეღარ ახერხებენ მათ გაერთიანებას, ასე ხედავს მმართველი პარტია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას. მათ უნდათ რადიკალიზაცია მოეხდინათ ჩვენს ქვეყანაში და საკუთარ რიგებში მიიღეს ესამი და მე ხა სწორედ ამ კანონზომიერებას უყურებთ. მათ დაიმსახურეს ისე რომ იყვნენ ამ უბედურ მდგომარეობაში. სასაცილო მდგომარეობაში არიან. ეს არის რეალურად თავისი იდეით, თავისი ამოცანებით და მისლებით ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყავს ერთი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის სააკაშვილი. ახლა ესენი იჩხუბებიან, შერიგდებიან, გაიყრებიან, შეიყრებიან. ეს საზოგადოებისთვის აღარ არის საინტერესო. გაერთიანების მცდელობიდან დაპირისპირებამდე ხელისუფლების ოპონენტებს სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ.